მოგესალმებით, მე ვარ ელენე და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით იმ ყველაზე გახმაურებული სარჩელის შესახებ, რომელიც ChatGPT-ს წინააღმდეგ აღიძრა. ხელოვნური ინტელექტი, რომ ჩვენი ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. სხვადასხვა AI ხელსაწყო ყოველდღიურობას გვიმარტივებს, ვაზუსტებთ ფაქტებს, ვიღებთ რეკომენდაციებს, ვაძლევთ ბრძანებას ამა თუ იმ დავალებაზე. თუმცა ამასთანავე შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ჩატი ხდება ჩვენი ნომერ პირველი მესაიდუმლე. დარწმუნებული ვარ პირად საკითხებზეც არაერთხელ გისაუბრიათ მასთან და თქვენ შესახებ მიგიწერიათ ისეთი ინტიმური დეტალები, რომლებსაც თქვათ მეგობარსაც კი ვერ უზიარებთ. თუმცა სად გადის ზღვარი ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებასა და მის იესმინად გადაქცევას შორის? და ღირს თუ არა გაუზიაროთ მას ჩვენი დარდი, წუხილი, ან ისეთი ინტიმური დეტალები, როგორიც არის მაგალითად ოჯახური პრობლემები ან მენტალური ჯანმრთელობა. ხელოვნური ინტელექტის უმსხვილესი მაგნატი OpenAI შესაძლოა ყველაზე დიდი სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დადგეს. ვინ არის დამნაშავე 16 წლის ამერიკელი მოზარდის თვითმკვლელობაში და წააქეზა თუ არა ChatGPT-მ არასრულწლოვანი სუიციდისკენ. საშინაო დავალებების დაწერით დაწყებული საუბრები, რომლებიც თინეიჯერის თვითმკვლელობით დასრულდა. ოჯახი OpenAI-ის სასამართლოში უჩივის. 2025 წლის აპრილში, როდესაც ადამ რაინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოჯახი და მეგობრები პასუხგაუცემელი კითხვების ამარად არჩნენ. თუმცა, რასაც მოზარდის მამამ თინეიჯერის ტელეფონში მიაკვლია, შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გავლენებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს. ირკვევა, რომ 16 წლის მოზარდი ChatGPT-ს ძალიან ხშირად უზიარებდა მისი მენტალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. უწყინარი დიალოგის დაწყებიდან მალევე ადამმა ჩატს გაანდო, რომ მას სიცოცხლის ნაადრევად დასრულება სურდა. ჩატი ხშირად აძლევდა მითითებას ადამს, რომ პროფესიონალისთვის მიემართა, თუმცა ადამი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აიგნორებდა. ის ხშირად ეკითხებოდა თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდის შესახებ. როგორც მოგვიანებით საჯაროდ გახდა ცნობილი, ადამი ჩატს არწმუნებდა, რომ ის უბრალოდ მოთხრობის სიუჟეტს წერდა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თინეიჯერი და ჩატბოტი დღეში 650-ზე მეტ წერილს ცვლიდნენ. საბოლოოდ კი მოზარდის საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. ChatGPT ესაუბრებოდა ახალგაზრდას, რომელსაც წინ ნამდვილად ნათელი მომავალი ჰქონდა. ის თამაშობდა კალათბურთს. ძალიან მხიარული ბიჭი იყო. მას სამედიცინო ფაკულტეტზე სურდა ჩაბარება. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ელაპარაკებოდა ChatGPT-ს. დახმარებას თხოვდა. ამბობდა: "მაქვს სუიციდური ფიქრები. უნდა გავრისკო? იქნებ თოკი ჩამოვკიდო ჩემს ოთახში, რომ ვინმემ დაინახოს." ChatGPT კი მას პასუხობდა: "არა, ნუ იზამ ამას. უბრალოდ ჩემთან ისაუბრე." ახლა ოჯახი OpenAI-ის სასამართლოში უჩივის და ფიქრობენ, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტია მათი შვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ ამბობს გამოეხმაურა OpenAI-ც. ისინი წერენ, რომ ChatGPT ვერ გამოდგება პროფესიონალ თერაპევტად და რომ მიუხედავად მათი მრავალი დაცვითი სისტემისა, რომელსაც რეალური საფრთხის შემცველი ინფორმაციის ამოცნობა შეუძლია, ჯერჯერობით ის უსაფრთხოების გარანტირებულ დაცვას ვერ ახერხებს. OpenAI უკვე მუშაობს ისეთ ფუნქციონალებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უკეთეს დაცვას. ჩატს დაემატება მალე მშობელთა კონტროლ პანელი, კონტროლის ფუნქციონალი, სადაც მშობლებს დისტანციურად შეეძლება აკონტროლონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილების ანგარიშები და აიკითხონ მიმოწერები მათ შვილსა და ჩატს შორის. ხალხის აზრი ისევ ორად გაიყო. ნაწილი კომპანიის მხარეს ადანაშაულებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მშობლებს სავალალო შედეგამდე უნდა შეემჩნიათ. ტრაგედიის შემდეგ კი ყველაფერს ჩატს აბრალებენ და ამავე დროს დიდ ფულზეც ნადირობენ. დღეს მილიონობით ადამიანი ჩუმად თუ ხმამაღლა მენტალურ პრობლემებს ებრძვის, თუმცა თერაპევტი ხშირად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩატის არც უფასო და არც ფასიანი ვერსია ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალის დახმარებას და ჩვენც, რა თქმა უნდა, არ უნდა მივანდოთ ჩვენი ჯანმრთელობა AI-ს. ბაზარზე უკვე არსებობს, კერძოდ, მენტალური ჯანმრთელობის საბრძოლველად განკუთვნილი AI პროდუქტები, თუმცა არც მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორი სიტუაციაც მაგალითად 16 წლის მოზარდს ჰქონდა. რაინის ოჯახის მიერ სარჩელი სან-ფრანცისკოს სასამართლოში უკვე შეტანილია. შედგება თუ არა უპრეცედენტო სასამართლო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის წინააღმდეგ, ამას ძალიან მალე გავიგებთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო. ასევე კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი იდეები და სურვილები, რის შესახებ ისურვებდით შემდეგ ვიდეოს. მომდევნო ეპიზოდით კი მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით.